ევროსაპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება ხვალ პრეზიდენტის არჩევით დასრულდება. თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი გიგი წერეთელია, რომელიც ევროპის სახალხო პარტიამ წარადგინა. მასთან დაკავშირებით ასთა სხვადასხვაობაა, წერეთელს მხარს ქართული ოცნება არ უჭერს. დელეგატთა ნაწილმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა, რადგან თბილის დღეს ტოვებს. სალომე ქოქიაშვილი განაცხადებს თემას ახლა პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. დიახ, თავდაპირველად უნდა აღინიშნოს ის, რომ ასამბლეის ფარგლებში კომიტეტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს და ახლა მუშაობა გრძელდება სესიის ფორმატში, რომელზეც ამ დროისთვის ძალიან საინტერესო საკითხი არის გამოტანილი. ეს არის შვეიცარიელი დეპუტატის ფილიპო ლომბარდის რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ეუთოს წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციის წევრებისთვის, დეპუტატებისთვის თავისუფალ გადაადგილებას და ნებისმიერ ღონისძიებაზე შეუზღუდავად დასწრებას. რატომ შეიძლება იყოს საინტერესო ეს რეზოლუცია? ამ რეზოლუციის მოწინააღმდეგეები, ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები არიან უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლები. როგორც იცით, 2000 უკვე დაახლოებით წელიწადზე მეტი არის, რაც რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის რუსეთის დუმის 20 დეპუტატის წინააღმდეგ მოქმედებს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქცია, რომლის თანახმადაც მათ ეკრძალებათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში შესვლა, მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებებზე დასასწრებად. ამ შემთხვევაში უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ თუკი ასეთი რეზოლუცია იქნება მიღებული, ეს ფაქტობრივად შეეხებათ ძირითადად რუს დეპუტატებს. უნდა ითქვას აქვე, რომ ეს რეზოლუცია ბუნებრივია მიღების შემთხვევაში ვერ მოხსნის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციას, თუმცა მას ექნება ამ სანქციის მოხსნისთვის სარეკომენდაციო ხასიათი და დადებითად მიიჩნევს მსგავსი სანქციის მოხსნას. რაც ამ თემაზე მიმდინარეობს მწვავე დებატები და უკვე ალბათ მოგვიანებით გაიმართება კენჭისყრა, თუმცა პარალელურად დებატებისას შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს ასევე პრეზიდენტის კანდიდატების კენჭისყრაც. როგორც იცით, სამი კანდიდატი არის წარმოდგენილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე. ფრანგ და აუსტრიელ კანდიდატებთან ერთად ამ კენჭისყრაში მონაწილეობს ქართველი დეპუტატი გიგი წერეთელიც. უკვე ცნობილია, რომ ქართული დელეგაციის წარმომადგენლები, ქართული ოცნების წევრები მას მხარს არ დაუჭერენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა ცნობილია ისიც, რომ მაგალითად 2 დღის წინ, როგორც თავად განაცხადეს, რუსული დელეგაციის წარმომადგენლები არ არიან წინააღმდეგი, რომ ეს თანამდებობა სწორედ ქართულმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა დაიკავოს. დღეს შეფასებები მოხდა სწორედ ამ თემას. მართველი პარტიის ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას, ევროპის სახალხო პარტიას, რომელმაც წარადგინა გიგი წერეთლის კანდიდატურა ამ პოსტზე და რუსეთის ფედერაციას შორის გარკვეული გარიგება შედგა. სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აგრამონი ახლა ხანს იმყოფებოდა მოსკოვში, იქიდან ჩამოვიდა თბილისში. ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოპოზიციასთან ჰქონდა შეხვედრა და იქ დააფიქსირა, რომ სახალხო პარტია არა როგორც სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა ერთ-ერთმა, არამედ როგორც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, რომ რუსეთის მონაწილეობა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში უნდა განახლდეს. მას გარკვეული შეზღუდვები უნდა მოეხსნას და იმის წინაპირობა, იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, რომ სახალხო პარტიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ან მოლაპარაკებების ერთ-ერთ თემას წარმოადგენს სახალხო პარტიის წარმომადგენლის გიგი წერეთლის მხარდაჭერა. ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს. შიდა პოლიტიკურად ქართული ოცნებისთვის იყო ძალიან დამაზიანებელი ის ფაქტი, რომ რუსეთის დელეგაცია და საქართველოს დელეგაცია უმრავლესობა აქტიურად მუშაობდნენ ქართული კანდიდატის გიგი წერეთლის წინააღმდეგ. ეს იყო შიდა პოლიტიკურად მათთვის ძალიან დამაზიანებელი და ამიტომ ქართულ მოძრაობამ თხოვა მათთვის იდეურად და პიროვნულად ახლო მდგომ რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომ ეს ზიანი გაენეიტრალებინათ და ასეთი ძალიან უცნაური განცხადება გაეკეთებინათ, რაც მათ გააკეთეს კიდეც. ამავე დროს კენჭისყრა არის ფარული და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სულაც არ აპირებს რუსეთის დელეგაცია მართლა ხმის მიცემას გიგი წერეთელს. ესეთი რაღაცების დაბრალება მე ბოდიში ვიხდი. ზოგადად სადღაც მწიფდება ეს პარანოია, ზოგადად სადაც იხარშება ეს ათასგვარი სისულელე და ქვეყნის საზიანოდ, მისი ევროინტეგრაციის საზიანოდ, სწორედ ეს არის ანტი-საქართველოს კამპანია და ანტიევროპული კამპანია, რასაც დღეს ქართული ოცნება აწარმოებს უბრალოდ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი დელეგატებმა უნდა აერჩიონ ფარული კენჭისყრის გზით, ოფიციალურად კენჭისყრა ჩანიშნული არის ხვალ, თუმცა 50-მდე დელეგატმა დღეს კენჭისყრაში უკვე მიიღო მონაწილეობა, მათ სასურველ კანდიდატს უკვე მისცეს ხმა, ვინაიდან ეს დეპუტატები დღეს საღამოს უკვე ტოვებენ თბილისს, თუმცა როგორც უკვე გითხარით, საბოლოოდ ვინ დაიკავებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტს, გაირკვევა ხვალ 12 საათისთვის, როდესაც ოფიციალურად კენჭისყრა დასრულდება. მადლობა სალომე ქოქიაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.